ხმა გამოუშვიდა მე კენონ ჯობია. ვინცირობია აბა? საიდან ვიცი? ეს არის ციგნი ამერიკაზე, ჩვენ მოგეხსენებათ, საკმაოდ სტერეოტიპულ გარემოში ვცხოვრობთ, ხო გვაქვს რაღაც წარმოდგენები, რომელსაც ასე გვინერგავენ და ჩვენც ასე გონია რომ რაღაც ასეთია და რაღაც ისეთია. სიამბლეში როგორია, სიამბლეში არაფერი არ არსებობს სამყაროში, ან ასეთი, ან ისეთი. იმდენაირი არსებობს, რამდენი ადამიანიც არის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სამყაროში ყველაზე მეტად ეს მომწონს, რომ ყველა ინდივიდისთვის ყველაფერი არის ძალიან სუბიექტური, ობიექტური სამყარო არ არსებობს და მეც გამიშთა ეს ძალიან სუბიექტური დამოკიდებულება ამერიკაში ვიყავი 100 დღით ასეთი პროგრამა, წერილების პროგრამა 100 დღით კურტ ვონეგუტის დაარსებულია. ვისაც წაგიკითხავთ, ალბათ შეუძლებელი არ გიყვარდეთ ეს ამერიკელი ცხოვრებული კურტ ვონეგუტი და მოხდა ისე რომ ეს იყო 2000 პირველი წელი, რომელიც ცნობილია განსაკუთრებით აი ტერორისტული აქტით, რაც მოხდა ნიუ-იორკში და მაშინ ვიყავი ზუსტად იქ. ძალიან შთამბეჭდავი იყო ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა 30 ქვეყნიდან იყო სხვა ქვეყნიდან წერილები და ერთად ცხოვრობდი და საინტერესო პროგრამაა ძალიან, მაგრამ რუსთავარი გაზლენის საშუალებას რომ ეს ქვეყანა აღმოაჩინო ამერიკა. მეც აღმოვაჩინე ხა ჩემი ვერსია ამერიკის აი ამ ციკში არის, რასაკვირველია ეს არის არამხოლოდ ამერიკაზე როგორც სახელმწიფოზე, არამედ ამერიკაზე ქვეყანაზე, რომელიც ადამიანებით არის დასახლებული და მეც ალბათ თქვენსავით ყველაზე მეტად მაინტერესებს მაინც ადამიანები, ვიდრე მათი პოლიტიკა, ვიდრე მათი ტექნოლოგიები და ასე